კომუნეთში დასვენად ვიყავით დიდი ხნის რომ მაშინ ალბათ იქნებოდა 12 წელს. დედაჩემი ცნობილი გინეკოლოგი იყო და არაბსოდეს გინეკოლოგებს მოიხსენებათ არავს არ უჭირდა. თქვათ რომ ეყიდა რა თქვათ სასტუმროში ადგილი არ უჭირდა, მაგრამ სასტუმროში ადგილი არ იყიდებოდა, რიგდებოდა. ცეკაში, ავიცი, სხვადასხვა მაღალ ორგანიზაციებში და დედაჩემი ჩვეულებრივი გინეკოლოგი იყო. მეოთხე სამმართველო იყო, სადაც ისვენებდა განთქმული ადამიანები, ცნობილი ადამიანები, პარტიული მუშაკები, მეცნიერები, დოქტორები, პროფესორები და ამ შემდეგ. იყო შემოღობილი ძალიან თუჯის ღობე ქონდა. სადაც ჩვენი სასტუმრო დღეა და თუღობეში ვიყურებოდი ხოლმე, შინ რა ხდება? იმიტომ დაგეტილი იყო შავი მანქანა შედის, ვოლგა გამოდის და სული ვიჭიდებოდი ხოლმე იქ რა ხდება იქ. ბავშვი იყო, მაინტერესებდა. იქ დალაგებული იყო სიტუაცია რაღაც ყვავილები, რაღაც ლამაზი ხეები მეჩვენებოდა მაშინ ეტყობა ბავშვობაში და რაღაც სიტუაცია იყო იქ თეთრი წინსაფრებიანი ქალები დადიოდნენ ეს რაღაცა აქ რაღაცა ეკეთათ და რაღაც ხილი დაქონდათ, საჭმელი მიქონდათ, მოქონდათ, ზრიალი იყო ერთ სიტყვით და სხვა ადგილებში ისე ცოტა. ხო და დალაგებული მანქანები შესვლა და უყურებდი ერთხელ დიდხანს შევჭი ძალიან დიდხანს. ვიყურებოდი დიდხანს და დედაჩემი მეძებს თურმე. იმ მომენტში მოვიდა რომ ესე ვიყურები შიგნით და უკან და მოვიდა მოვიხედა დედაჩემი და მეუბნეო რომ რას გახარავს? მე ვთქვი ვიყურები შიგნით რა ხდება. აქ რატო რა ლამაზად არის აქ ყველაფერი და დედაჩემი თქვა წამოდი ჩვენ მანდში ვის შეგვიშევსო ჩვენ და ძალიან გული დამწყდა დედაჩემი აჩა ჩეულებრივ მოთმი იყო მაგრამ მე ბავშვი ვიყავი და ძალიან გული დამწყდა დედაჩემი წინ ვიდა მე უკან მივყვები ახლა მივყვები და ფიქრობ რა ექიმია ყველა იცნობს რაღაც გინეკოლოგია რატო არ უშვებენ დედაჩემს იქ ეს რაღაც ესეთი და მეწყინა ძალიან თელეგრამე ესე იგი რო გითხრათ თეთრად გავაცენე ვიძახი ესეთი სპექტაკლი არ ყოფილა მაგრამ ძალიან ბინერიული და იმ ადგილზე აღარ მივდიოდი ხოლმე იმითხარეს აღარ მივდი უფრო შორიგიდან უვლიდი ხოლმე რაღაცას რო არ გამევლო და რაღაც დამამცირებულად არ მეგზნო თავი ჩემი ოჯახის მიმართ. მე დამავიწე რა თქმა უნდა. ეს ვარდების რევოლუციის მერე რო წავიდეს ბუმი, პრივატიზაციის, რაღაც კერძო საკუთრების უფრო გაღრმავების, უფრო თავისუფლების, უფრო რაღაც შემოქმედების, უფრო რაღაცების და მე თვითონ აჭარაში რომ დაიწყეს უკვე პროპაგანდა რომ აი აჭარის ტერიტორია შავი ზღვის ზოლი უნდა გაშენდეს, სანატორიუმები ეს ის. გამოტანილია კონკურსი იმაზე რა ქვია აუქციონზე რაღაც შენობა რაღაც ამ ქუჩაზე და ხო და ვიფიქრე მოდი მივიღებთ მონაწილეობას მეთქი და მივიღეთ მონაწილეობა კონკურსში ჩვეულებრივად შევიტანეთ განაცხადი ეს ყველაფერი და გითხრესო თქვენ გაიმარჯვეთო ეს მანამ ნანახი არ მქონდა და წავედით ახლა სანახავად რა ვიყიდეთ ახლა ჩვენ ხონდა გადახდილი გქონდა რაღაც პროცენტები და ახლა დანარჩენს რა გადავიხადოთ ჩავედით და არ დავინახე ეს მეოთხე სამმართველო მეოთხე აქ უწინ არ მიშვებდნენ მე რო ბავშვობაში შევსულიყავი და მწოდნო და შეიძლება არ მეყიდა სულ იყო რა ვიცი 20 ოთახი რო არა მაგრამ ორი სართული იყო და სამი რაღაც მოშმა და მოვიტანეს პროექტები საუბრობთ გადაკეთებაზე გადმოკეთებაზე ქვეით საჰაერ რაღაცას მელაპარაკება ის არქიტექტორი ქვეით მე ვიღაც მოვიდა თქვა რომ ეს კედელი გასამაგრებელია ბორეს მოვაყენეთ დიდი ბულდოზერი არც ნივთებიც არ გამოგვიტანია არც მათი ვარ მეოთხე დაანგრიეთ ეს საშინელება რომელიც აგონებს ხალხს ჯერ იმ უბედურ რეჟიმს სწორად გამიგეთ მართლა გულახდილად გეუბნები იმ უბედურ რეჟიმს ნესტის სუნს ჩამოხეულა მისი სახელი ადრე კოკა-კოლასთან და მაკდონალდსთან ასოცირდებოდა 2008 წლიდან კი მის ბიზნეს საქმიანობას ახალი სფერო შეემატა მიზნად თავიდანვე დაისახა რომ ხალხის გაოცებას ახალი საქმითაც შეძლებდა და გამოუვიდა კიდეც
აჭარაში ეს ლოგო პირველია და მომსახურების ხუთვარსკვლავიან დონეზე მიუთითებს. წარსულში მეოთხე სამმართველო, სანატორიუმი, საქართველო და ლავრენტი ბერიას ყოფილი აგარაკი. ახლა ულტრათანამედროვე სასტუმროს ტერიტორიაა. თემურ ჭყონიას ერთ-ერთი ბოლო გატაცება მის მიერ შექმნილი უმაღლესი კლასის ჯორჯია პალასი ოტელია. არა მგონი რომ უკეთესი გააკეთოს, მე მინდა რომ გააკეთოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ფერბედავენ, იმიტომ რომ ჩვენ კომუნაში ამცეთ სტანდარტი და ეხლა ვინც არ უნდა გააკეთოს, ამაზე დაბალ დონეზე ვერ გააკეთოს. მე საერთოდ ბრენდები მიყვარს. პროექტის შესაქმნელად $700,000 დაიხარჯა. სასტუმროს მშენებლობა კი $30 მილიონ მეტი დაჯდა. ინვესტიციებს საკაურობა უდმივად ითხოვს. პოსტმოდერნის სტილის სასტუმრო 2 წლის მანძილზე შენდებოდა. არქიტექტურასა და დიზაინზე ბიზნესმენის მეუღლესთან ერთად ქართველმა და იტალიელმა სპეციალისტებმა ერთობლივად იმუშავეს. კონცენტრაცია გაკეთა სწორ ხარისხზე, სწორ მიმართულებებზე და ესე შემდეგ. ხო, მე აღმოჩნდა რომ ჩემს მეუღლეს აღმოჩნდა ნიჭი. დოცნება მქონია რომ ბავშვებიდან რაღაცა ეშენებინა სასტუმროს ტიპის. ყოველ შემთხვევაში ჩართული ვარ თემაში. შემდეგ მე ჩემი მეგობარი მარიკა ცაღარელის ვკითხეთ ის თუ ჩაერთვება დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო, მე იტალიელები ჩამოვიყვან, უკვე ნელა ღრმავდება ჩემი გრძელდება ჩემი ჩათრევა ამ ჭაობში. მე აღმოჩნდა რომ ამას ჭირდება თანამშრომლები, აღმოჩნდა რომ ამას მართვა ჭირდება და რავი კომუნიკაციები და რავი თემები და ბოლოს ამ კამათში და ამ ვერეს მე ვთქვი რომ უნდა გაკეთდეს ჩემთვის უთხარი რა თქმა უნდა გაკეთდეს მაღალი დონის რაღაცა. სასტუმროს მეპატრონის მთავარ ამოცანად ქართული სინამდვილისთვის აქამდე უცხო და განსაკუთრებული შექმნა იქცა. ეს არ უნდა ყოფილიყო მხოლოდ სასტუმრო, სადაც სტუმარი რამდენიმე ღამით დარჩებოდა.
აქ შესაძლებელია გაატაროს ღაბრული დრო. დატკბე უამრავი სერვისით, მათ შორის ისიამოვნო საქართველოში ყველაზე დიდი დახურული და ღია აუზით. გაირუჯო პრივატულ პლაჟზე და აქვე ისეირნო დაჯავშნილი ველოსიპედით. ჯორჯია პალასში სტუმრის მომსახურებაზე 250-ზე მეტი ადამიანი ზრუნავს, რომლის 90%-იც ადგილობრივი მკვიდრია. ისინი ჩამოსულ სტუმრებს მთელი სეზონის განმავლობაში ემსახურებიან. პერსონალის ნაწილმა ტრეინინგები საზღვარგარეთაც გაიარა. კადრების შერჩევა ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხი იყო. თავის დროზე მუშაობის დაწყება თემურ ჭყონიას აქაც ნულიდან მოუწია. ბევრი რაღაცები ვასწავლე ძალიან. ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ როდესაც არ არის ესეთი სასტუმრო, როგორ შეიძლება ისწავლო სხვა ადგილზე, ხო? მე სასწავლებელი იყო კოლეჯი და მე არ გამიხსენია, იყო არსებობდა და დავეხმარე ძალიან კომპიუტერები უყიდე რაღაცა ცოტა კლას იმიჯი აუწია რომ ხალხი მოსული იყო და ძალიან სერიოზული ურთიერთობა დავამყარეთ, პრაქტიკაზე მოვყავდა ხარ, ბევრი შრომა ხო ჩადებული, ხო გადავდენი. მე ტექნიკური პერსონალი, იმიტომ რომ თვითონ ტექნიკურად სასტუმრო არის ძალიან მაღალ დონეზე გაწყობილი. ძალიან ძვირი ტექნოლოგიები გვაქვს შეტანილი. საერთოდ ეს სასტუმრო იდეაში ისე მქონდა ჩადებული, რომ არა მარტო სტუმრების უცხოელები მინდოდა ჩამოგვეყვანა უდავოდ, მინდოდა ჩამოსულიყო მეტი ტურისტი და ენახათ, რომ საქართველოში არსებობს ესეთი დიდი აუზები, ესეთი ცენტრები აურვედასი, ინდოელებია ჩამოყვანილი, იტალიელი ბზარეული, იტალიელი ფრანგი მენეჯერი, ქობულეჩი, წარმოიდგინეთ ახლა, ხო? ეს ყველაფერი იმდენად ეხლა რა თქმა უნდა სოფლიო იმდენად ტექნიკურად იმდენად აღჭურვილია მობილურება და ყველაფერი შეცვალა ხო კომუნიკაცია მეთმე, მაგრამ მაინც საგვირველია რომ ქობულეთში ეს ხალხი ცხოვრობენ და სტანდარტებს ნერგავენ და ახალგაზრდებს ზრდიან. მე და ჩემი კოლეგებმა ჩამოვიტანეთ აქ ის სოდნა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დავაგროვეთ. უზიარებთ თანამშრომლებს, რათა მოხდეს სერვისის გაუმჯობესება ყველა მიმართულებით. როდესაც აქ მოვედი, პირველი რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ ძალიან მშვიდ ადგილას მოხვდი. მანქანით მოვდიოდი, ყველაფერს ვათვალიერებდი და ცოტა გაოცებული დავრჩი. ქობულეთში ბათუმიდან შემოვედი, სადაც დავინახე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო დასაქმებული. იქ ყველაფერი აქტიური იყო. ქობულეთში კი ეს მხოლოდ ახლა იწყება. ეს არის თანამედროვე პროფესიონალურად მოწყობილი ძალიან ლამაზი და მშვიდი ადგილი. ეს გარკვეულწილად ბატონი თემურის ხედვისა და მისი ასე ვთქვათ სიჯიუტის ბრალია. მან ამ სასტუმროში დიდი რაოდენობით ფული ჩადო, საუკეთესო შედეგის მიღება უნდოდა და როგორც ხედავთ ამას მიაღწია. ეს არაჩვეულებრივი ადგილია, სადაც ყველაფერი საუკეთესო ხარისხისაა. ვფიქრობ, აღებული გეზი უნდა გავაგრძელოთ და მისი ოცნება რეალობად უნდა ვაქციოთ. მართალია ტურიზმი აქ სულ რამდენიმე წლისაა, მაგრამ საქართველოს აქვს ის, რაც მას ყველასგან გამოარჩევს. ეს არის ხალხის დამოკიდებულება. თუ უფრო კონკრეტული ვიქნები, ეს არის თანამშრომელთა დამოკიდებულება. ის რაც ჩვენს ქართულ თანამშრომლებს აქვთ, ამის სწავლება არ შეიძლება. მე ვერ ვასწავლი სიკეთეს, პატივისცემა, სტუმრებისა და უცხოელების მიმართ დამოკიდებულებას. ამის სწავლება შეუძლებელია. ეს ან გაქვს, ან არა. ეს არის ჩემთვის 70% იმის, რაც მჭირდება თანამშრომლებში. დანარჩენ 30%-ს ვასწავლით. სასტუმროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონა, რომელსაც სტუმრების კვება მიანდეს, გამოცდილი, მილანელი, შეფმზარეული, ჯენარუა.
ჯორჯია პალასი კულინარიული მრავალფეროვნებითაც გამორჩეულია. მისი მთავარი შემოქმედი სტუმრებს თავის საფირმო კერძებით ანებიურებს. I decided to come here in this country because it's been ამ ქვეყანაში ჩამოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა იყო. 20 წელიწადზე მეტია, რაც მთელს მსოფლიოში მოგზაურობ, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც ვიყავი. შემდეგ კი თემურის ოჯახიდან მივიღე შემოთავაზება. მათ ამ სასტუმროში მუშაობის საშუალება მომცეს. ეს რესტორანი ლაპერლაა, საიდანაც ზღვაზე ძალიან ლამაზი ხედი იშლება. დღეს ჩვენ ძალიან გემრიელ კერძს მოვამზადებთ ჩემი სფეროდან და კიდევ ერთ აღმოსავლეთ კერძს. იმედია, ამით ჩვენ სტუმრებს ვასიამოვნებთ. დღეს ჩვენ პრანა ლაპლანშას მოვამზადებთ ვასაბის ყვავილით და ყვავილოვანი კომბოსტოს კრემსუპს. მოგვიანებით კი ორ მინკორსას მოვამზადებთ. ერთი შავი ზღვის პროდუქტებით, მეორე კი სკაიტაუერია კვერცხის ნამწვრი. საკვები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ძალიან ბევრს მუშაობთ. შევცვალეთ საკვების მომზადების წესები. შევარჩიეთ იტალიელი მზარეული, იმიტომ რომ ის საერთაშორისო მზარეულია, რომელიც მისაღებია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. მაგალითად, ფრანგ სამზარეულოსთან ვითარება ცოტა რთულადაა. ის ყველას არ მოსწონს. ჩვენს იტალიელ მზარეულთან ვაკეთებთ ზუსტად იმას, რაც გვჭირდება. ჩვენ გვაქვს ნახევრად შერეული სამზარეულო. ნაწილობრივ ევროპული, იტალიური და ნაწილობრივ ქართული. ჩვენ უცხოელი სტუმრებიც გვყავს, როგორიცაა უკრაინელები, პოლონელები და ასე შემდეგ. მათ უყვართ ქართული საკვები. ამიტომ ჩვენის პრინციპია, რომ სტუმრებს ყოველდღიურად ქართული სამზარეულოდ შევთავაზოთ. ზაფხულის პერიოდში, სადღაც ივნისიდან სექტემბრის შუანახევრამდე გვაქვს ორჯერადი და სამჯერადი კვებით ყიდით ოთახებს, ვინაიდან და რადგან დამსვენებელისთვის უფრო მეტად კომფორტულია ასეთი ტიპის დასვენება. ფაქტიურად თავს არიტკიებს თუ სადი ვახშმებს და სადი სადილებს, გვაქვს ფართო არჩევანი ევროპული ტიპის ბუფეტი, იტალიური სამზარეულო, იტალიური შეფსარეული და გვაქვს მეორე რესტორანი, ალეკარტ რესტორანი, სადაც განსხვავებული ზღვის პროდუქტები შეუძლიათ ასე ვთქვათ ისიამოვნო. სასტუმროს ერთდროულად 300-ზე მეტი დამსვენებლის მიღება შეუძლია. მასში 156 ნომერია, აქედან 5 ლუქსი, 2 საპრეზიდენტო ნომერი, დანარჩენი 151 კი სტანდარტული ოთახია. ისინი ერთმანეთისგან საწოლის ზომებით, ფორმებისა და სხვა მცირე დეტალებით, კლასიფიკაციით განსხვავდებიან.
მთელ სასტუმროში Dolce Vita ყველაზე გამორჩეული და ძვირადღირებული ნომერია, რომლის ფასიც ზაფხულში $1700, ლუქსში 2 მისაღები და 1 საძინებელია. ხელნაკეთი ავეჯი, რომელიც მილანში დამზადდა, ამ აპარტამენტს კიდევ უფრო მდიდრულს ხდის. Dolce Vita დაუჯდა, მე მგონი 100,000-ზე მეტი ერთი ოთახი. აზერბაიჯანის პრეზიდენტი იყო ალიევი იყო, ბატონი ალიევი იყო ჩამოსული მეუღლესთან ერთად. ეხლა ქალბატონი მეხრებო მოგეხსენებათ, როგორც ცხოვრობდა, მე წარმომიდგენია, ხო და რა სად დადის და ვაჩვენეთ ეს დავათვალიერეთ. Dolce Vita შევიდა თქვა, რომ ეს არის შოკი, ესეთი მოწყობილი და ესეთი ხარისხის დიდი ხანი არც არ მინახეო. ელეგანტურად გაწყობილი 156-მ ვრცელი ოთახი თანამედროვე დეკორით შეახამეს, მთლიანად იტალიური ინვენტარით. რბილი პასტელის ფერები სტუმარს ყუდრო გარემოს უქმნის. აივნებიდან კი ულამაზესი ზღვისა და მთის ხედები იშლება. უმეტესად სწორედ ეს ხედები განაპირობებს სასტუმროს ნომრების ფასების სხვაობასაც. Android-თვის ყველაზე იაფიანი ნომერი შეიძლება ჩაითვალოს ბაღის ხედით, ორჯერადი კვებით, რომლის დღიური ღირებულება შეადგენს $209 ლარი ეკვივალენტი ლარებში. ხედის განსხვავება სადღაც $10-მდეა, მაგრამ ყოველთვის არის მოთხოვნა, ასე ვთქვათ, პოპულარული ხედი არის აუზის ხედით და ზღვის ხედით. ფაქტიურად ეს განსხვავება დისკომფორტს არ უქმნის სტუმრებს და ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ, რა თქმა უნდა, ზღვის ხედს. ერთდროულად შეგვიძლია 300-მდე სტუმრის მიღება, 320-მდე ყოფილა შემთხვევა, რომ ფაქტიურად გადატვირთული, როცა საფულის პერიოდში სრულად გადატვირთულია სასტუმრო, 320-მდე სტუმარი შეგვიძლია მივიღოთ. რაც შეეხება ზამთრის პერიოდს, როცა ფაქტიურად მაღალი სეზონი უკვე თქვენთ და დაბლისკენ მიიწევს, ამ დროისთვის შემუშავებული გვაქვს სპეციალური ბიზნეს და საკონფერენციო პაკეტები. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ სადღაც 500-მდე საკონფერენციო მომსახურება გაუწიოთ სტუმრებს და ამისთვის საკმაოდ კარგ პაკეტებს შევიმუშავებთ ხოლმე და ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს. რომ ასე ვთქვათ, ძალიან პოპულარულია ზამთრის პერიოდში ჯორჯია პალასი ამ მხრივაც, რადგანაც საკმაოდ კომფორტული მყუდრო გარემო იქმნება ბიზნეს შეხვედრებისთვის. დახვეწილი 7 ატმოსფეროს სხეულის და გონების მოდუნებისა და გაჯანსაღებისთვის. ჯორჯია პალას ხელმძღვანელობამ სპა სასტუმროს სახელი შესძინა. ექსკლუზიური სპა ცენტრი სტუმრებს სახის და სხეულის გამაჯანსაღებელ პროცედურებს თავაზობს. ჰიდროკოლონოთერაპია ეს არის ყველაზე უფრო ეფექტური, ყველაზე უფრო სრულყოფილი საშუალება, რათა გავტვირთოთ ჩვენი ორგანიზმი. იწვევს მსხვილ ნაწლავს და ათავისუფლებს შლაკებისაგან, ჰელმინთებისაგან, მსხვილი კალური მასებისაგან და ყველაზე უფრო ეფექტური არის მათთვის, ვისაც აქვს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. და არაჩვეულებრივი ნერვული სტრესის მოხსნისათვის, დეპრესიისათვის და ადამიანს აყენებს კარგ გუნება განწყობაზე. ლიპოსაქციის არაინვაზიური და ეფექტური ალტერნატივა გულისხმობს ვაკუუმურ და ვიბრაციულ მასაჟს, რომელიც მოქმედებს შინაგან ორგანოებზეც არაპირდაპირი გზით. საჭირო გავიკეთონ 10-15 პროცედურა, რომ ეფექტი მივიღოთ.
ეს შაკიკის, ნერვების და თავის ტკივილის სამკურნალოდ ყველაზე ცნობილი და პოპულარული ინდური რიტუალია და ალტერნატიული მედიცინის მხოლოდ პატარა ნაწილს წარმოადგენს. აქ ინდუელი ექიმები პაციენტებს სიცოცხლის საიდუმლოებებს აცნობენ. ორგანიზმის გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი 5000 წლოვანი ინდური ფილოსოფია ჯორჯია პალასის სტუმრებს განსაკუთრებით იზიდავს. ერთი შეხედვით, აიურვედას პროცედურები უჩვეულოდ ეგზოტიკურია. აიურვედა ეს ინდური მედიცინის ტრადიციული სისტემაა. ის სანსკრიტულ ენაზე სიცოცხლის ცოდნას ნიშნავს. დღეს უამრავი ქვეყნის პრაქტიკაში გამოიყენება. არა მხოლოდ კონკრეტულ დაავადებებს კურნავს, არამედ მთლიანი ორგანიზმის ჰარმონიულობას უწყობს ხელს. ამ ოთახში ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც ამ მეთოდით მკურნალობა სჭირდება. ყველა სამკურნალო საშუალება ნატურალურია და მაღალი ხარისხის ბუნებრივი მასალებისაგან მზადდება. ესენია ზეთი, ბრინჯი და სამკურნალო ბალახები. არსებობს გასაკაჟებელი და სამკურნალო პროცედურები. ბუნებრივი მცენარეული კომპონენტები სხეულს გაჯანსაღებაში ეხმარება. სადღაც 60% თვით ჩვენი დამსვენებლების, ასე ვთქვათ, სასტუმროს სტუმრობს იმის გამო, რომ გვაქვს განსაკუთრებული სპა-ცენტრი. თუნდაც ეს აიურვედას თერაპია თანდათან პოპულარობას პოვებს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. წელს მეზობელი ქვეყნის უკრაინიდან სტუმრთა სიმრავლე შეიმჩნევა. მინდა გითხრათ, რომ მათთვის ეს პროცედურები, აიურვედას პროცედურები ძალიან პოპულარულია თავიანთ ქვეყანაში. ნოსტალგია აქვთ საქართველოს და უკვე ფაქტიურად თურქეთში დასვენებას ირჩევენ საქართველოს. აქედან გამომდინარე, როცა ჩამოდიან და აღმოაჩენენ ხოლმე ასეთ ცენტრს, სპა-ცენტრს, სადაც არის სხვადასხვა გამაჯანსაღებელი პროცედურები, რა თქმა უნდა, ირჩევენ და უკვე მეორე წელიწადს თავიანთ მეგობრებთან ერთად ჩამოდიან იმის გამო, რომ გაინჯანსაღონ სხეული, ახალი პროცედურები, ასე ვთქვათ, აითვისონ, დაისვენონ შავიზღვისპირეთში და შემდეგ უკვე კმაყოფილი წავიდნენ, ასე ვთქვათ, თავიანთ ქვეყანაში. სხეულის და ბუნების ერთობლიობას დილით ზღვის ნაპირთან ინდური მასაჟების შემდეგ იოგა ქმნის. მუშაობის რიტმი არც ერთი წუთით არ ეცემა. ჯორჯია პალასი ყოველ წელს სიახლეებით ხვდება. სისტემატიური სჭირდება განახლება, სისტემატიური სერვისის გაუმჯობესება და რა ვიცი და თვითონ ძალიან საინტერესო ბიზნესია, უამრავ ხალხს იცნობ, კომუნიკაცია გაქვს, პატივსცემ. მე ამ ბიზნესს ვეძახი ემოციურ პატრიოტულ ბიზნესს, ვიდრე გათვლილი რაღაც ხშირად ვსაუბრობენ ინვესტიცია და მეორე კითხვა რომ ძალიან მაგაზე როდის უნდა მოიყო. უკვე იმ ფაზაში შევედი ქობულეთის თემაში, რომ მე ესეთი შტაბილება ვჩება, რომ ის რაღაცა უგზნო, კი არ უგზნო, მინდა რომ ეს ქობულეთს უფრო მეტი განვითარება მოხდეს. აი ხა ორი ტენისის კორტი დავდგით. მინდა ეხლა მენეჯერი რომელიც მე მოვიწვიე საფრანგეთიდან, არის ძალიან ცნობილი მენეჯერი, არის ძალიან ტოპ. ამაზე სერიოზული მენეჯერები იშვიათია. შედის ძალიან სერიოზული მენეჯერია, მან მომცა ის მადლებს იდეებს ახლა. და მე უჯერებ, ისაც მიჯერებ, მეც უჯერებ ეს რაღაცებს შეიძლება შევქმნათ კლუბის თემა. სადაც იქნება რაღაც გოლფი, სადაც იქნება ტენისი, ირლანდიური ლუდის პაბი. მე მაინც არ გავჩერდები, აი იმ ტერიტორიას რომ მოვაწყო, ბოლომდე მე მგონი მომარწიას მოვჩებით რაღაც ძირითადად. მე ვფიქრობ კიდე დავისვა რაღაც შენებობას ქობულეთში. ვფიქრობ, რომ უნდა დავამატოთ კიდევ ბევრი რამ, რათა მივიზიდოთ არა მარტო ტურისტები, არამედ ასევე ადამიანები თბილისიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან.
ნელ-ნელა წინ მივიწევთ და სულ მალე მნიშვნელოვან ადგილს დავიკავებთ ამ ინდუსტრიაში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. პირველ რიგში გვინდა რომ აქ მეტი სასტუმრო იყოს. გვინდა მეტი ხალხი მუშაობდეს სასტუმროს ბიზნესის განვითარებაზე. ეს იქნება ნამდვილი რივიერა. ბათუმსა და ქობულეთს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ბათუმი რაღაც უფრო ვერტიკალურია, ის დიდი ქალაქია და იქ არ არის ბევრი სივრცე. რაც შეეხება ქობულეთს, აქ ჰორიზონტალური განლაგება ჩვენ გვაძლევს სივრცით ტკბობის საშუალებას. თავს ააგზნობ შებოჭილად. აქ შეგიძლია აკეთო ის, რაც გინდა. გახვალ ბარში, პლაჟზე გაისეერნებ ერთ ადგილზე არ ხარ მიჯაჭვული. მინდა აქ უფრო მეტი განვითარებადი სასტუმროები ვნახო, იმიტომ რომ ქობულეთს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს. ძალიან კარგი ამინდია, ჯანსაღი კლიმატი, ძალიან კარგი სანაპირო. თუ ადამიანები დაინახავენ ამ პოტენციალს, ეს ყველასთვის კარგი იქნება. ეს ამ ადგილს როგორც რივიერას მნიშვნელოვნად განავითარებს. ჩვენ მეტი სასტუმრო გჭირდება, მაგრამ ხანდახან ხალხი მეუბნება თუ ბევრი სასტუმრო იქნება, ეს თქვენს ბიზნესს ჩააგდებსო. მე ვფიქრობ, პირიქით მოხდება. ჩვენი ბიზნესიც უკეთ განვითარდება. წინააღმდეგობას უხდები ხოლმე ცოტა ცხოვრებაში, სულ მაგდალენის მშენებლობაზე, კოლკოლის გამოშვებაში რა ის უხდები, მაგრამ წინააღმდეგობა არის ჩვეულებრივი ბარიერები უნდა გადალახო, რომ ფინიშზე მიხვიდე, ხო? ნებერი ბარიერები ხდება და ხტუნავთ ეს. მაგრამ ფინიშზე მაინც მივხვდი.